დღეს არის შაბათი. 28 მარტი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 15 მარტი. და ამ შაბათს ეწოდება ეს დიდმარხვის მეხუთე კვირაში ვარ და მეხუთე შაბათია დიდმარხვის და ეწოდება დაუჯდომლის შაბათი. სანამ ძირითად საუბარზე გადავიდოდე, რამდენიმე შესავალი უნდა გავაკეთო. პირველის ყოვლისა ის რომ ფაქტიურად ჩვენ უკვე ყველა შაბათზე ვისაუბრეთ, მე ამას კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მოგვიანებით, ყველა შაბათზე ვისაუბრეთ და ამიტომ თუ ესე იგი გამოჩნდება წმინდანები, დამატებითი წმინდანები, დამატებითი კი არა, წმინდანები, რომლებიც გვიან მობრძანდნენ ჩვენთან წმინდა ნაწილები, იმაზე ცალკე მოგახსენებთ და ამიტომ დრო და დრო ესე იგი მე მექნება ჩანაწერები და ამას მოგახსენებთ დღევანდელ ჩანაწერს მაგალითად ეხლა რასაც გესაუბრებით მეორე ჩანაწერი მოებმება, როდესაც არა დღევანდელ, არამედ სხვა წმინდანებზე მოგეყვებით, ასე რომ ეხლა გადავალ სხვა მთავარ ცენტრალურ თემაზე დღევანდელი ჩვენი საუბრის. არ ვიცი ამისგან რა გამოვა, ვერ გეტყვით წინასწარ, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ხა მინდა ვისაუბრო უწმინდესზე და უნეტარესზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსზე და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტზე დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიაზე. ეხლა ჯერ უნდა მოგიყოთ რამ გადამაწყვეტინა ეს. რამ გადამაწყვეტინა და როდესაც წმინდანების ცხოვრებას ვკითხულობდით ჩვენ და გიყვებოდით, ხშირად ხდებოდა ამა თუ იმ ავთენტურ ან კიმენურ ტექსტებში ხშირად ხდებოდა აღმწერელის საუბარი, შესავალი საუბარი, რატომ როგორ გაბედა და როგორ მოკიდა ხელი ასეთი ტექსტის აღწერას, ასეთი ამბის აღწერას და მინდა გითხრათ, რომ ხშირად ხდება ჩვენ ერთ-ერთი ასეთი мотивация, რომ ეხა მე რო ეს არ მოუყვე, ეს ამბები არის რაღაც ისეთი ამბები, რაც ჩემს მეტი არავინ არ იცის. უბრალოდ ისე ვერავინ მოყვება როგორც მე. მე ვფიქრობ, რომ ყველა ვისაც შეუძლია, ყველა უნდა მოყვეს პატრიარქის შესახებ. და ეს უნდა შეიქმნას ალბათ რაღაცა მე მოგვიანებით ალბათ რაღაცა რედაქცია გაუკეთდება, ეს ყველა მონაყოლი უნდა შეიკრიბოს, რომ ოდნავ მაინც შევძლოთ აი იმ პორტრეტის შექმნა, იმ სურათის აღწერა, რაც თავისთავად შეუძლებელია. ისეთი დიდი იყო ჩვენი პატრიარქი, რომ თავისთავად შეუძლებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა კუთხით დანახული ბევრი ადამიანის მხრიდან ალბათ იქნება ძალიან საინტერესო. ეს ერთი. მეორე ის რომ აი გარდაცვალებაც არ არის ცით მნიშვნელოვანი. მანამდე ფაქტიურად გარდაცვალების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ აი არსებითი ცვლილება ჩვენსა და პატრიარქს შორის დამოკიდებულებაში არ შეცვლილა, იმიტომ რომ ის თანდათანობით გავიდა ამ ქვეყნიდან. თანდათანობით განმარტოვდა ბოლოს ისე იყო, რომ მარტო მღვდელმთავრები ვახერხებდით მასთან მისვლას, მერე ესე შეიზღუდა და შეიზღუდა როგორ კი არავის შეგზღუდა, უბრალოდ თვითონ იყო წასული რაღაცა სხვა სამყაროში და ამ სამყაროდან ხანდახან გამოვიდოდა ხოლმე და დაგველაპარაკებოდა და მე ამასაც მოგიყვებით უკვე ოღონდ როცა ამის დრო მოვა. და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი დიდ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ჩვენს ეკლესიაში ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როდის მიიღებდა ხო ახალი გარდაცვლილია, ჯერ 40 არ ყოფილა, მაგრამ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მის წმინდანად შერაცხვის შესახებ, თუმცა ამაზე მინდა გითხრათ, რომ ადრე ეს ასეთი წესი, რომ ხა სინოდი შეიკრიბოს და გადაწყვიტოს, არ იყო, თავისთავად ხდებოდა. ესე იგი, წმინდანად შერაცხვა აი თუ ავიღებთ პირველ საუკუნეებს განსაკუთრებით, აი მაგალითად ანტონი ძიძის ცხოვრებას თუ ავიღებთ, გარდაცვალებისთანავე უკვე ის ესე იგი თაყვანის იცემებოდა.
თაყვანისცემებოდა, იმიტომ რომ ათანასე დიდმა აღწერა მისი ცხოვრება, ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრია და ამას ვერ შეაჩერებს ვერავინ, თუ ეს მართლა ასეა, თუ დიდი სასოება აქვს ადამიანებს, ესე იგი წმინდანის მიმართ, ამ თაყვანისცემას ეს ჩვენ ამისი პრაქტიკა გვაქვს მამა გაბრიელის შემთხვევაში და დღეს ესე იგი არნახული მასშტაბის, აი რაღაცა საოცარი ის არის, არა საქართველოში კი არა, მთელი მსოფლიოდან მოდის უკვე ეს ამბები მისი თაყვანისცემის შესახებ. ანუ ამ თაყვანისცემას ესე იგი ჩვენ გადავწყვიტავთ თუ არ გადავწყვიტავთ სინოდზე, ამას ვერ შევაჩერებთ. და ბოლოს იძულებული გავხდებით, კარგი გაგებით, რომ ჩვენ ესე იგი ეს მოვახდინოთ ეს კანონიზაცია. როდის მოხდება, ეხლა ამას რა თქმა უნდა ვერ გეტყვით. ხო და იმას ვამბობდი, რომ ასე დიდ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, რომელიც სიცოცხლეშივე სასწაულთ ქმედებდა, სიცოცხლეშივე დიდ სასწაულებს ახდენდა და ამისი მრავალი მაგალითი არსებობს, უკვე გამოთქმული, ჩაწერილი და ეს ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მე ჩემს თავზე გზნობ ამ ვალდებულებას, რომ პირადად ჩემი ურთიერთობა, რაც მქონდა პატრიარქთან, ამის შესახებ მინდა რომ გესაუბროთ. და წინასწარ წუხარ ერთი რამის გამო, რომ ხშირად მომიწევს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ხშირად მომიწევს საკუთარ თავზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ურთიერთობა პატრიარქთან, ჩემი თვალით დანახული პატრიარქი და უბრალოდ ვერაულე ამას გვერდს, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად სუბიექტური ხედვა. რასაც მე თქვენ მოგიყვებით, ეს არის ჩემი პირადი განცდა, ჩემი პირადი დანახული, ჩემი პირადი გამოცდილება მასთან ურთიერთობის და მე გადავწყვიტე რომ ეს გაგიზიაროთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ არის თამდაბლური საქციელი, რომ მე ხა ჩემ შესახებ გელაპარაკოთ, მაგრამ ნუ სხვანაირად არ გავა. ეს არის მცირე შესავალი და აი ხა მინდა გადავიდე და ეხლა დღეს ამ საუბარში, ამ საუბრისას მოგიყვეთ როგორ შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში, როგორ გავიცანი შეიძლება ითქვას პატრიარქი, როგორ გავიგე მის შესახებ. მე ჯერ კიდევ ესე იგი, ეს 1978 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მანამდე ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც წავიკითხე გაზეთში ცნობა, ძალიან მოკლე, ძალიან ძუნწი, ეს იყო გაზეთი სოფლის ცხოვრება, ესე ერქვა, გამოდიოდა და ბოლო გვერდი იყო ნეკროლოგების გვერდი, ეგრეთ წოდებული და ბოლო გვერდში ვინ შეიჭამდა, განსხვავდა შეეღო ამის გაკეთება, რომ ვინ თურმე გარდაიცვლებოდა, იქ შექონდა და აქედან გებულობდა ხალხი, რომ ვიღაც გარდაიცვალა და გამოცხადებული იყო და აი სოფლის ცხოვრებაში იყო ესეთი მოკლე ნეკროლოგი, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით მეხუთე დევდარიანი, აი ეს ავიკითხე, ესე იგი და ეს იყო ჩემი პირველი შეხება საერთოდ საეკლესიო იერარქიასთან, ესე გავიგე საერთოდ და არც ვიცნობდი, არც ეკლესიაში დავდიოდი მაშინ ჩვეულებრივი, ესე იგი სკოლის მოწაფე ვიყავი და დავიკითხე და რაღაც პერიოდის შემდეგ იქვე გაჩნდა ცოტა ესე იგი სხვა ადგილას, რა თქმა უნდა, გაჩნდა ასეთი, ზომით იგივე წარწერა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეული იქნა ილია მეორე და აი იქიდან გავიგე მე, რომ საერთოდ ახალი პატრიარქი ყავს, ოღონდ კარგად რას ნიშნავდა ეს ყველაფერი არ ვიცოდი რა მაშინ. არაფერი. დავიწყე ესე იგი, გავაგრძელე ცხოვრება და ჩავაბარე უნივერსიტეტში, როგორც მოგახსენე და აი უკვე პირველ კურსზე ვარ, უკვე შემოდგომა და გავიცანეთ კურსელებმა ერთმანეთი რაღაც ბევრი შტაბისტილებები გვაქვს გასაზიარებელი და ერთხელაც ჩემი ერთ-ერთი კურსელი გოგის ხიტლაძე, დღეს არის მამა გიორგი, ქაშვეთის ტაძრის დეკანოზი, მაშინ უბრალოდ გოგი იყო და მოდის, ესე იგი თავის მეგობარი ყავდა კიდევ ერთი და მოდის რაღაც ესეთი გაფართოებული თვალებით აღელვებული და ესეთი აი ცოტათი ემოციურად გვეუბნება, რომ ვიყოს სიონში ვიყავი, ესე იგი სიონში დავესწარე წირვასთან. ხა ჩვენ ვკითხეთ რა გინდა ამ სიონში, იმიტომ რომ ჩვენ
ჩვენ შორის არ იყვნენ ესეთი მორწმუნე და ეკლესიური ადამიანები, ან იყვნენ და ჩვენ არ ვიცოდით რა. მოკლედ ციონში ვიყავი და მოვიდა აქტუალებული რომ იცით მე ნახე ახალი კათოლიკოს პატრიარქი. ხო და ჩვენ ნანახიც არ აქვს რა თქმა უნდა. ხო და კარგი ნახე რა იცით რაო ესე იგი რომ დამთავრდაო ეს სახურება გამოვიდაო ეხლა მაშინ არც წირვა ვიცოდით სიტყვა რას ნიშნავდა არც ამბიუნი ვიცოდით საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ რა არც ამბიუნი ვიცოდით ესე იგი როგორც მისი მონათხრობიდან გამოიკვეთა წირვის შემდეგ პატრიარქი დადგა ამბიუნზე და წარმოთქვა ქადაგება რასაც მე სულ აკეთებდა ხოლმე რა თქმა უნდა ხო და მანამდეც და გოგი მეს მოისმინა და რაც ილაპარაკა პატრიარქმა ყველაფერი გაიგო ეს იყო აბსოლუტურად შოკის მომგვრელი მისთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენ არ ვიჯერებთ თავიდან, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ესეთი წარმოდგენა ქონდა ეკლესიაზე, რომ ეს რაღაც არქაულია, ძველ ქართულად ლაპარაკობენ, რატომ უნდა მივიდე მაინც ვერაფერს ვერ გავიგებ და ასე შემდეგ. და უცებ ესე იგი აი რაღაცა სინათლის სხივი გამოჩნდა, მოდის გოგი და ამბობს, რომ წადით და მოусმინეთ. წადით და ნახეთ. მე ხლა ესე იგი რომც არ მოვინდომო თავისით გამოვა ეს ჩემი მონათხრობი და აუცილებლად დაემსგავსება სახარებაში მოთხრობილ ამბებს მე ხა ამ წუთას გამახსენდა აი სახარებიდან ის ადგილი როდესაც მოციქულები ერთმანეთს ეუბნებიან რომ გამოჩნდა აი შეპირებული მხსნელი მესია ხო და ერთმანეთს ეუბნებიან და კი შესაძლებელია საიდან არის ნაზარეთიდან არის ხო და ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს ესე იგი და წადით და ნახეთ წადით და მოისმინეთ აი ამ სიტყვებს ეუბნებოდა მოციქულები ერთმანეთს ხო და აი გოგიმაც ეს გითხრა წადით და ნახეთ და მართლაც მე ვერ გეტყვით რომ მაშინვე წავედი სანახავად ვერ მოვახერხე მე გარკვეული პერიოდი გავიდა ჩემს ცხოვრებაში საქართველოში არ ვიყავი მე ხა ჩემს ბიოგრაფიას არ მოვყვები აქა და როდესაც დავბრუნდი საქართველოში ეს იყო 1985 წლის ზამთრენ გაზაფხულის დასაწყისი იანვარში დავბრუნდი და აი დავიწყე მზადება ჩემი ცხოვრებისათვის საქართველოში განათლების მისაღებად ვიყავი უცხოეთში წასული და რომ დავბრუნდი დავიწყე ცხოვრება და დავიწყე ასე იგი გარკვევა უკვე რამდენიმე წელი არ ვიყავი ამიტომ ნაცნობებიც რაღაც ახალი უნდა შემეძინა და უნდა გამეგოს საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში 1985 წელია და ერთ-ერთი პირველი ამბავი რაც დამხვდა რომ რამდენიმე ტაძარში განსაკუთრებით აი დიდუბის ტაძარი იყო მაშინ ამიტომ რომ აი ქადაგებენ მღვდლები და ისე ლაპარაკობენ რომ გაიგებ რას ამბობენ რა და ეს იყო მაგალითად მამა არჩილ მინდიაშვილი დიდუბის ტაძარში მაგრამ თავარი ამბავი აი თავარი ეს იყო რომ მე უკვე ნელ-ნელა ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება, ოღონდ ჯერ ნაზიარებიც არ ვიყავი და მე ცოტა გვიან ვეზიარე და აი რაღაცა მარხვასაც ისე თავისებურად უკვე ვინახავდი, ამიტომ ეს ჩემი ინტერესების სფეროში შედიოდა და ამიტომ ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გამეკეთებინა ეს არის რომ მივსულიყავი სიონის ტაძარში და მომესმინა აი რას ლაპარაკობს ახალი კათოლიკოს პატრიარქი, ჯერ კიდე ახალი მაშინ რომ მივედი მე თანდათანობით გავიგე რომ ესე იგი იქ მარტო კვირას კი არ არის მისვლა შესაძლებელი რომ კვირას წირვის მერე პატრიარქი ლაპარაკობს ძალიან ხა მე ვერ გავიხსენებ ზუსტად იმ კვირას თუ შემდეგ კვირას რა ილაპარაკა მაგრამ მინდა გითხრათ აი პირველი შტაბიშტილება როგორი იყო რომ გარდა იმისა რომ ძალიან სიმპათიური ადამიანი იყო სულ იღიმოდა და რაღაცა თან კიდევ ეს დაყვებოდა ამბები მას გარშემო იქ როგორც კი მიხვიდოდი ტაძარში ძალიან ბევრ ამის გაიგებდი ამასაც მოგახსენებ მის შესახებ და ესე იგი აი ძალიან
კარგი დახასიათება დაყვებოდა სულთან. და გარდა ამისა, რომ მოვისმინე, მართლა ძალიან საინტერესო იყო და მე გავიგე, რომ თურმე პატრიარქს დაუნიშნავს გარდა კვირისა კიდევ, ესე იგი, ორშაბათი და დაუნიშნავს კიდევ სამშაბათი. ნუ ორშაბათს ძირითადად ერქვა, რომ ბავშვებისთვის სრულდებოდა ღვთისმშობლის პარაკლისის სიონის ტაძარში საღამოს 7 საათზე და ნუ ამ ქადაგები ამ ლოცვის შემდეგ პარაკლისის შემდეგ როგორც წესი ყოველთვის გამოდიოდა პატრიარქი და აუცილებლად იტყოდა სიტყვას. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ახლა აი ამ პერიოდში ყველაზე საინტერესო იყო პატრიარქი რას ლაპარაკობდა, რატო? იმიტომ რომ ისეთი დრო არის, რომ ესე იგი არავითარი რელიგიური შინაარსის ლიტერატურა ნუ არ იშოვება არსად. კი არა და მორწმუნეებს ძირითადად თანდათანობით გავეცანი მე სიონის მრევლს, ხელით გადაწერილი სახარებასაც ვერ იყიდი, ვერ შოვიდი რა სახარებას, მოკლედ ხელით გადაწერილი სახარება და მე მაქვს ეხა შემიძლია კიდევაც გაჩვენოთ. აი, როგორი წიგნი მაქვს, ნახეთ. აი ეს არის სახარება. აი ეს არის სახარება, უბრალოდ ეს ჩემი აკინძულია და აი გადაგიშლით როგორ არის შეგით, ნახეთ. აი ესე იგი ეს რა არის ხა? ეს არის დიდი ვებერთელა წიგნი იყო, ისიც ვიშოვე ამ ბუკინისტებში. დიდი ვებერთელა წიგნი იყო, ესე იგი ქართული 4 თავის, ძველი ქართული 4 თავის ბოლო 4 რედაქცია, თუ რაღაც ესე ერქვა და ესე იგი, როგორ იყო იცით, ესე ზოლებად ეწერა წიგნში. იმხელა წიგნი იყო, რომ იმის საკითხვა შეუძლებელი იყო და თან ვერ წაიკითხავდი, იმიტომ რომ ეს 4-ვე რედაქცია იყო, რომ გადაშლიდი, ჯერ ერთი სვეტი, მეორე სვეტი, მესამე, მეოთხე სვეტი და ეს იყო 4 რედაქცია, ესე იგი და მე რომ გადაშლიდი გრძელდებოდა. ამიტომ უცებ ვერ მიხვდებოდი სადღა გააგრძელო კითხვა. ამიტომ ეს წიგნი გადავხერხე ესე შუაზე. და აი ხა რა ნახეთ როგორ არის, ერთ ხარეს ერთი რედაქცია გამოდის, მეორე ხარეს მეორე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ავკინძე ესეთნაირად და ეს იყო ჩემი პირველი სახარება, რომელსაც მე ვკითხულობდი. და აი ესეთი პერიოდია მოკლედ. და ამ დროს გამოდის პატრიარქი და საუბრობს და აი როგორც ღრუბელი, მშრალი ღრუბელი, გამხმარი მიწა წყალს, აი ესე ვისრულტავდით, მე არა მარტო სხვებიც, მაგრამ ნუ მე ხა ჩემს საქმეზე მოგიყვებით. ეს ხო ორშაბათი კვირა და ორშაბათი. ნუ შემდეგ ესე იგი გავიგე, რომ სამშაბათობითაც არის. სამშაბათობით იყო ესეთი რამ, ესე იგი სამშაბათობით იყო პარაკლისი, ისე ღვთისმშობლის პარაკლისი, იყო შემოკლებული. იმიტომ რომ პარაკლისის შემდეგ იყო ქადაგება. პირდაპირ ესე ერქვა და ალბათ რა თქმა უნდა თვითონ პატრიარქი ავალებდა ხოლმე მღვდელმთავრებსა და მღვდლებს მოკლე 10, 12, 15 მაქსიმუმ წუთი ქადაგების წარმოთქმას. 3 უნდა გამოს ვიცოდით რომ 3 აბა ვინ გამოვა ეხლა რომ გავხედავდით, ნუ ზოგს უკვე ვიცნობდით, ზოგს არა და იყვნენ მათ შორის ისეთები, ვინც მართლაც საინტერესოდ საუბრობდნენ, მაგრამ ძალიან ესე იგი ხშირად ვერ გეტყვით ახლა რომ ყოველ სამშაბათს, მაგრამ ხშირად თვითონ პატრიარქი გამოდიოდა და ნუ ეს იყო რაღაც, აი თუ პატრიარქი გამოვიდოდა საქადაგებად, აი გაგიხარდებოდა რა, იმიტომ რომ მისი ქადაგება, მიუხედავად იმისა, რომ ხო მოგახსენეთ, იყვნენ საინტერესო მოძღვრები, იყვნენ როგორ არიყვნენ მღვდელმთავრებიც, მღვდლებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, პატრიარქის ქადაგება იყო რაღაცა განსხვავებული. ნუ გასაგებია ეხა უკვე ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, რატო იყო განსხვავებული, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ბრწყინვალე განათლება ქონდა მას მიღებული და დღესაც ესე ამბობენ აი წმინდა სერგის წმინდა სამების სახელობის მონასტერი და ესე იგი აკადემია, სასულიერო აკადემია, მოსკოვის სასულიერო აკადემია. დღესაც ამბობენ რომ გონი ყველაზე კარგი სტუდენტი რეალურად ოღონდ იყო ჩვენი პატრიარქი, ნუ ყველა დროის. ნუ წინვალე განათლება მიიღო იქაც და ნუ რა ვიცი, მე თვითონ გვიყვებოდა ხოლმე ხშირად თავის ლექტორებზე, ვინასწავლიდა, როგორი პედაგოგები, ჯერ კიდევ ძველი თაობის პედაგოგები შემორჩა ამ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
და მოკლედ პატრიარქის ეს პირველი იყო, ესე იგი და შემდეგ უკვე თანდათანობით რომ ეს ხა ვერ გეტყვი ზუსტად რომ ხა ვინმე 85 წლის პირდაპირ იანვარში თებერვალში დაიწყე ასე ინტენსიურად, მაგრამ თანდათანობით 85-86 წლებია, რომ მე დავიწყე ნელ-ნელა სიარული და მე უცებ აღმოაჩინე, რომ კვირაში 4 დღე, შაბათს აღამოსულსვა, კვირას წირვა, ორშაბათს პარაკლისი, სამშაბათს კიდევ პარაკლისი და ქადაგება და აღმოჩნდა რომ უფრო მეტი დრო კვირაში ტაძარში მიწებს ყოფნა, ნუ საღამოობით რა თქმა უნდა. მე კიდე ჩვეულებრივი ერის ადამიანი ვარ, ჯერ კიდე სტუდენტი ვარ, ვსწავლობ, ჩავაბარე მაშინ კიდევ თავიდან ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, ანიმაციის ფაკულტეტზე, მაგრამ ამაზეც ესე იგი აღარ გავაგზავნებ საუბარს. მე ხა პატრიარქის შესახებ გიყვებით. და ესე თანდათანობით მოკლედ დავიწყეთ სიარული და ნელ-ნელა გავეცანით პატრიარქს. ნუ შემდეგი ნაბიჯი ჩემი პატრიარქთან დაახლოების იყო ესე იგი თანდათანობით მე სხვა რელიგიებითაც ვიყავი ადრე დაინტერესებული. ჯერ კიდევ მოსკოვში სწავლისას ხო და სხვა რელიგიებით ვიყავი დაინტერესებული. ნუ ისე შემეცნების თვალსაზრისით ახლა პრაქტიკა სხვა რელიგიაში არ ქონია. მაგრამ ნუ ვკითხულობდი რაღაცებს და ძირითადად ყველგან იყო ესეთი პირდაპირი მითითება, რომ თავარი არის ყავდეს მასწავლებელი. თავარი არის ყავდეს მასწავლებელი, რომელიც შეგიყვანს აი ამ სამყაროში და რომელიც იქნება შენი უშუალო წინამძღოლი. და როდესაც დავიწყე ეკლესიაში სიარული, ნუ ერთ-ერთი აზრი, რაც გავიგონე, რომ აუცილებლად უნდა ყავდეს მოძღვარი. მე მეგონა ეს ჩვეულებრივი ამბავი, ანუ ის რომ ესე იგი ამას ამბობდნენ, ესეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც მე გავიგე ჩვენი პატრიარქის შესახებ, აი ერთ-ერთი მთავარი ალბათ ჩვენ ვამბობთ, რომ პატრიარქმა შექმნა დღევანდელი ეკლესიის სახე მისი შექმნა. ესე იგი, ჩემ და გასაკვირად უკვე მე სასულიერო პირი რო გავხდი, განსაკუთრებით დელთავრები გავხდი და მომიწია სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან შეხება. მინდა გითხრათ აი საოცარი ამბავი, იცით თუ არ იცით, არ ვიცი, მაგრამ ეს რომ ადამიანს პერსონალური მოძღვარი უნდა ყავდეს, რომელიც პერსონალურად ამ ადამიანის ცხოვრებაზე აგებს პასუხს. ანუ ის რომ მიდიხარ მღვდელთან საქართველოში, ეს ეხლა ჩვეულებრივი, ანუ აი ისეთი არის, ესე იგი ეს ამბავი რომ ამაში აი ისიც კი ეჭვის კი არ შეაქ არავის, ეკლესიური ცხოვრება გინდა მოძღვარი აირჩი. ხო და ესე არ არის. სხვა ქვეყნებში ესე არ არის. და ძალიან სერიოზული პრობლემა არის მოძღვრის არჩევა, იმიტომ რომ ძირითადად აი სხვა ეკლესიებში ხა აღარ ჩამოთვლი სადა როგორ. სულ ესე იგი როგორც წესი რამდენიმე ადამიანია, რომელიც ცნობილია, რომ მას ყავს დიდი მრევლი და ის ესე იგი აი ესე პერსონალურად შედის კონტაქტში ადამიანებთან. ძირითადად არის ზოგადად ესე იგი სწავლება, ნუ ეს ამას თავისი ახსნაც აქვს ალბათ ეს ხა თქვა საბერძნეთი რო ავიღოთ, ხალხი განათლებულია იქა და სწავლობენ ამ ღვთისმეტყველებას ბავშვობიდან და ნუ რაღაცა მთავარი პრინციპები, რაც მე მაგალითად ჩემი მოძღვრისგან გავიგე და პირველ რიგში პატრიარქისგან რაც ყოველ კვირას ვისმენდი, ესე იგი და ახლა მინდა მოგახსენოთ, რას ნიშნავდა მაინც კიდევ არ ვიცი ხა ესე დალაგებულად არც ვიცი ალბათ უნდა დაждე და დაწერო ადამიანმა რომ დალაგებული საუბარი გამოგივიდეს, მაგრამ რა მინდა ვთქვა რომ აი ამ ქადაგებებზე რაც გითხარით რომ ვისმენდი სიუნში 10 წლის იუბილე იყო პატრიარქის აღსაყდრების და 10 წლის იუბილეზე ვესწრებოდი სიონის ტაძარში და შეიკრიბა საქართველოსდან ნუ ახლა ვისაც შეიძლება ყველა ჩამოვიდა მთელი სამდელოება ეტეოდა სიონის ამბიონს. სიონის ტაძარში თუ მიბრძანდებით, ნახეთ ამბიონი ეს ამაღლებული ადგილია კანკელის წინ, აი იქ იდგა ყველა მღვდელმთავარი და ყველა მღვდელი, ვინც მაშინ მსახურობდა საქართველოში. აი აქედან ვიწყებთ, აი აქედან დაიწყო პატრიარქმა და ერთ-ერთი მღვდელმთავარი, ვისაც ერგო ესე იგი რომ ეს სიტყვა ეთქვა პატრიარქისადმი, აი ესე ჩამრჩა პირდაპირ, აი ესე წერია ბიბლიაში რომ
ეკლესიასთვის უწერია, რომ ბრძენი სიტყვები წვერწამახული სოლებიაო, ტვინში ჩაჭედილია. ხო და აი ესე მაგ ჩაჭედილი ეს სიტყვები, რაც მაშინ მოვისმინე, მიმართა მღვდელმთავარმა პატრიარქს და უთხრა, რომ 10 წელია ჯერ გასული რაც პატრიარქი. აი თქვენი ქადაგებებიო, არის უნივერსიტეტი. ფაქტიურად იმ დროს, როდესაც ესე იგი სრულებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავით არის საშუალება არ იყო სხვა ინფორმაციის მიღების, ჩაკეტილები ვიყავთ, ხო, საბჭოთა კავშირი. აი პატრიარქის ქადაგებების მიხედვით თანდათანობით, როგორც შევატყვე, შემდეგ უკვე ჩამომიყალიბდა გარკვეული ხედვა, გარკვეული დამოკიდებულება, აი ზუსტად აი ამ საკითხების მიმართ, აი იქ უგებულობდი, რაში მდგომარეობს ქრისტიანული მოძღვრება. როგორც მოგახსენეთ, შემდეგი ნაბიჯი იყო ესეთი ჩემი პატრიარქთან ურთიერთობის, რომ გადავწყვიტე, რომ მოძღვარი უნდა მყოლოდა. ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი მოძღვარი? ვინც მე მასწავლიდა, ვინც მე, რა თქმა უნდა, პირველი და მთავარი მოძღვარი ჩემი უნდა ყოფილიყო თვითონ პატრიარქი. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესე იგი აი ჩემთან მქონდა ესეთი საუბარი, რომ აი მე მივალ შეხვდები, იცი რომ შეიძლება შეხვედრა პატრიარქთან, მსახურების დროს, ან ისე მივალ იმაში სიონის ეზოში, საპატრიარქო იქ იყო სიონის ეზოში და ხშირად გამოდიოდა გარეთ პატრიარქი და ანუ პატრიარქთან მისვლა მაშინ კი არა, აი ბოლო წუთამდე ყველა შეეძლო რა, ბოლო დრომდე, ბოლო პერიოდამდე. ხო და იმას ვამბობდი, რომ მივალ და ვკითხავ, რომ აი თქვენო უწმინდესობაო, მინდა რომ ყავდეს მოძღვარი. ეხლა ესე როგორ გავბედავდი და ვეტყოდი, რომ თქვენ იყოთ ჩემი მოძღვარი, თუ შეიძლება მაგას როგორ გავკადნიერდებოდი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე უკვე გადავწყვიტე, გადაწყვეტილი მქონდა, ესე იგი რომ მოძღვარი უნდა მყავდეს და მივალ და ვეტყვი. და პატრიარქი რას მეტყვის? აი არიან მღვდლები ჩვენს ეკლესიაში და აიჩე რომელი მღვდელი და ის იქნება შენი მოძღვარი. აი ეს თითქოს პატრიარქმა თითქოს ესე უსიტყვოდ მითხრა ეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აღარ შემეწუხებინა პატრიარქი და დავიწყე ფიქრი და მოკლედ ამე როგორც მოგახსენეთ, ახლა ჩემზე მაქსიმალ მინდა რომ ნაკლებად ვილაპარაკო და მე ავირჩიე მოძღვარი, ეს არის დღეს ესე ქვია მეუფე დანიელი მიტროპოლიტი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, დღეს მის ტიტული ესეთია და მაშინ იყო მამა დავითი, რომელიც იყო მღვდელი დეკანოზიც არ იყო მაშინ სიონის ტაძრის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო და ნუ მოუძებნე მამა დავითი და ნუ ეხლა მე დეტალებს აღარ გიყვებით და მოკლედ აი ესე მაშინ გახდა მამა დავითი ჩემი მოძღვარი და შესაბამისად გაიზარდა ძალიან გაიზარდა ის დრო, როდესაც მე ესე იგი რასაც ვატარებდი სიონის ტაძარში, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი მქონდა მაშინ ცხოვრებაში. სკოლაში ყველაფერთან ერთად გარდა იმისა, რომ სწავლობდი, სკოლაში ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ვასწავლედი ფიზიკას და ნუ ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მაშინ. არავინ არ მყავდა მასწავლებელი, ჩემი ძველი ფიზიკის მასწავლებელთან დავდიოდი კონსულტაციებზე იმ სკოლაში, რომელიც მე დავამთავრე და მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მირჩევდა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ამ ბავშვებთან ურთიერთობა მაშინ. ალბათ ეხაც ესეა. მოკლედ ძალიან ხშირად ვიყავი ტაძარში და შესაბამისად მამა დავითსაც ძალიან დაუახლოვდი. ოღონდ აი თავიდანვე არა, მაგრამ მე რაღაცა დროს კიდევ ერთი ნაბიჯი პატრიარქთან დასაახლოვებელი იყო ის, რომ პატრიარქმა აი კიდე ერთი სიახლე რაც მოიფიქრა. ეს არის მამა დავითს მაგალითად, ანუ მეუფე დანიელს ევალა 4 შაბათობით, ყოველ 4 შაბათ შეიკრიბა მრევლი და პატრიარქი ეუბნებოდა ხოლმე სად უნდა წავიდეს, აი რომელ მონასტერს დაეხმაროს, ან თქვათ აი რა დავალება იქნება, ან საპატრიარქოში თუ არის რამე და ეს მრევლი იკრიბებოდა და მთელი დღე ერთად მოძღვართან ერთად იყვნენ და თავიანთ საქმე, აი ამ დავალებულ საქმეს აკეთებდნენ და მე მამა დავითმა ეს თავიდანვე არ შემომთავაზა, იმიტომ რომ ნუ თან სწავლობდი, თან სკოლაში მუშაობდი, თან რაღაც ძალიან დაკავებული ვიყავი და მე მაინც ერთხელ ორჯერ რაღაც შემომთავაზა და მეც დიდი სიხარულით ჩავერთე ამ საქმეში, რაც იმას ნიშნავს, რომ
ჩვენ ყოველი გასვლის წინ ან ხშირად რომ დავბრუნდებოდით მაშინაც ხვდებოდით ხოლმე პატრიარქს. და პატრიარქი თან გვეუბნებოდა სადღაც წავიდეთ, თან მერე გვისმენდა ხოლმე, აბა როგორ ჩაიარა. ძალიან საინტერესო დავალებები იყო ხოლმე და მაგალითად ერთს მოგიყვებით, მაგალითად გაგვაგზავნა, აი გონი რაღაცა ეს პერიოდი იყო თებერვალი თუ რაღაც ესეთი და გაგვაგზავნა ძალიან ციოდა. და გაგვაგზავნა მცხეთაში, იქ რკინიგზის სადგურის ზემოთ იყო მონასტერი, წმინდა ოლღას სახელობის მონასტერი, სადაც რუსი მონაზვნები იყვნენ შემორჩენილი ძველი. ეხლა სხვათა შორის დიდი ხანი აღარ მომიკითხავს იმ მონასტერში რა ვითარებაა და როგორ აღარ ვიცი კარგად, მაგრამ მაშინ ესე იგი გაგვაგზავნა, აი არც ვიცოდი და ავედით, ესე იგი ამ მონასტერში თაზე კაი აღმართი უნდა აგებდო და მოკლედ მივედით, ამბავი გაესაუბრა ამ დედებს, რომ აბა რითი დაგეხმაროთ. და აღმოჩნდა რომ აღარ აქვს შეშა საერთოდ. და ქვემოთ არის შეშა, ოღონდ ვერ ამბობთ, იმიტომ რომ თოვლია რაღაცა, იმ დღეს იყო ისეთი ქარი. აი რა გითხრათ რა. საშინელი ქარიანი ამოდია და მიუხედავად ამისა, ჩვენ დავიწყეთ ამ შეშის ამოზიდვა და არ ვიცი ხა ხო გეუბნებით მე ყველაზე მეტად ესე იგი ამას ვერიდები რა, როდესაც ჩვეულებრივი რაღაცა განსაკუთრებული ამბავია და ეხლა სასწაული მოხდა და რაღაცა ხა ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ იცით რა მოხდა? ესე იგი რაღაცა დროის შემდეგ ხო საშინლად ციოდა და ქარი ეს აი ამ იმას რომ დავაცრებთ რაღაც მომენტში აი დათფა როგორ იცით მე ჩემ განცდებს გიყვებით აი და ესე იგი შეკრულიც აღარ მქონდა დამცხა უკვე გავიხსენი ეს კურთუკი და აი ესე რა ვიცი რამდენჯერ ავედით და ჩამოვედით ვერ გეტყვით მაგრამ აი საერთოდ დამთავრდა ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია მუშაობის დროს მაგრამ უკეთ რომ დამთავრდა ეს ყველაფერი რომ ავიტანეთ ის შეშაბოლო რაღაც საოცარი სიმშვიდე საოცარი აღარაფერი აღარ გვაწუხებდა არც ამინდი არაფერი დედებს საჭველიც არაფერი ქონდათ მაინც რაღაცა კარტოფილი მოგიხარშეს და რაღაც და გაგვიმასმინეს აი ესეთი დავალებებს გვაძლევდა ხოლმე პატრიარქი და შემდეგი თემა ალბათ ჩემი შეხებისა პატრიარქთან არის სანამ ამ თემაზე გადავალ კიდე ერთ გეტყვით რომ მამა დავითს ევალა ყოველი წირვის მერე და შემოწმებინა ყველა საეკლესიო ჭურჭელი კარგად არის თუ არა დაბინავებული და შემდეგ წირვის მერე უნდა შემოევლო სიონის ტაძარი და მთელი საპატრიარქო ან პატრიარქის ოთახშიც უნდა შესულიყო და ყველგან ესხურებინა ნაკურთხი წყალი და აი ერთხელ ესე იგი ეს უკვე არის ალბათ 98 წლის ისევ ალბათ გაზაფხული ერთხელ მე მითხრა რომ ხო არ შეიძლება რომ მე გავყოლოდი ამ წუთში რაღაც სტიხარი მოძებნა დიდი მქონდა ეს სტიხარი გრძელი იყო დაფართხოვნოდი ცალი ხელთის საოციე რაღაცა წოქცეულიყავი და მოკლედ ესე შემოვიარეთ და ესე უწმინდესთანაც ესეთნაირად მოხდი შემდეგ თემაზე გადავალ ეს არის უკვე თბილისის სასულიერო აკადემია და აი შემდეგ თემაზე შემდეგ საუბარში მოგივებით. ერთმა დაგლოცოთ ჩვენი პატრიარქის ლოცვით. ჩვენთან არს ღმერთი. სხვათა შორის ესეც მისი შემოტანილი სიტყვები არც ერთ ეკლესიაში ამას ესე არ ამბობენ. მარტო ჩვენთან.